თეატრალური უნივერსიტეტის 10 სტუდენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო ოფიციალური მეილი, სადაც დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი სტატუსი შეჩერებული აღარ არის, გადაწყვეტილება არის გაუქმებული, თუმცა მიიღეს გაფრთხილება, რომლის თაობაზე ჩვენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გვესაუბრება. ქეთი, მოგესალმებით. რა ეწერა მეილში, რა სახის გაფრთხილება მიიღეთ და რა ახსნა-განმარტებები იყო თან დართული? ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ წერია, რომ ეს უკიდურესი ზომა, ანუ სტატუსის შეწყვეტა, გაუქმებულია და მივიღეთ წერილობითი გაფრთხილება. რასთან დაკავშირებით არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის 10 პუნქტი, რომელიც ამ კოდექსში მიიღეს ზუსტად იმის გამო, რომ პროტესტში ვიყავით ჩართულები და ამის შედეგად ჩვენ მოგვარგეს ეს წესები, სავარაუდოდ ამას ეხება ეს ყველაფერი, რომ გვაფრთხილებენ, რომ იგივე აღარ გავემეოროთ. რა თქმა უნდა, ამას არ ვაღიარებთ ჩვენ, იმიტომ რომ არაფერი არ დაგვიშავებია პირიქით. და დღეს 10 საათზე ველოდებით ეთერს, რომლის პირობაც მივიღეთ შაუტაშვილისგან და პირველი არხის პროდიუსერებისგან და დღეს საღამოს 10 საათზე მაუწყებელთან მივალთ და დაველოდებით ეთერს, იმიტომ რომ აქ მთავარი არ არის სტატუსის შეწყვეტა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის, ანუ სტატუსის შეწყვეტის უკან წაღებით, ვერ წაიღებენ იმ შეურაცხყოფას, ტყუილს და манипуляციას. და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, რაც პირდაპირ ეთერში გიორგი შაუტაშვილმა ილაპარაკა და მოიტყვა ჩვენზე. ბექა დავითულიანის კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადება ვნახეთ, სადაც წერია, რომ ის ისურვებს და დღეიდან უნდა დაუბრუნდეს პროცესი აკადემიურ სივრცეს. გრჩება თუ არა განცდა, რომ დღეს შესაძლოა არ მოვიდეს გიორგი შაუტაშვილი თქვენს პირისპირ ეთერში. მაყურებელს ვეთქვი, რომ 2 სტუდენტი წარსდგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ფორმატი არის ასეთი, რომ უნდა იყოს იქ რექტორიც, თუმცა ხო არ გაქვთ განცდა, რომ ის არ მოვა. მან საჯარო განცხადებები უკვე გააკეთა, სადაც თქვენ ბრალი დაგსდოთ, რომ არ ემორჩილებოდით ეთიკის კომისიის რამდენიმე წეს იმის თაობაზე, რომ შემოსევის, პარაზიტების შემოსევის შედეგად არ ტოვებდით ტერიტორიას. რამდენად რეალური არის თუნდაც ეს პარაზიტების შემოსევის ამბავი თქვენთვის და რა გექნებათ სათქმელი მაყურებლისთვის დღეს? რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი იყო მოგონილი იმისთვის, რომ ჩვენ ეს სივრცე დაგვეტოვებინა და პროტესტი გაჩერებულიყო. ჩვენ შეწამლისთვის ხელი არ შეგვიშლია და პოლიციის სამჯერ გამოძახებას და დაჯარიმებას და შემდგომ უკვე შეწყვეტაც იყო აქეთკენ მიმართული, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ეს სივრცე და პროტესტი არ გაგრძელებულიყო და შემდგომ უკვე მან პირდაპირ ეთერში ლოგიკურია, რომ ბექა დავითულიანის განცხადებაც მაგას გულისხმობდა, რომ რექტორს შეეშინდა ჩვენთან პირისპირ დაჯდომა და ლაპარაკი და დებატების გამართვა და მოსმენა სიმართლის, იმიტომ რომ მას არ აქვს არგუმენტები. სავარაუდო არის, რომ დღეს არ გამოცხადეს, თუმცა ჩვენ მივდივართ, რა თქმა უნდა და ვითხოვთ იმ ეთერს, რომელიც გვეკუთვნის და საიდანაც სიმართლის ხმა უნდა ისმოდეს. და ბოლოს კითხავთ, რადგან მიიღეთ გაფრთხილება წერილობითი ოფიციალური, ეს ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ თქვენ შეიძლება ისევ შეგიჩერონ სტატუსი თუ რაღაც წესებს არ დაემორჩილებთ, ამიტომ როგორ აპირებთ მათ შორის პროტესტის გაგრძელებასაც? ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ფოიეში, სადაც 93 დღის განმავლობაში სტუდენტები ღამეს ათენებდნენ, დღეს ეს ფოიე არის სადეზინფექციო სამუშაოების მოტივით შეჩერებული. რა თქმა უნდა, პროტესტი გრძელდება, ეს ვერ შეგვაჩერებს პირიქით, გაგვეძლიერებს, იმიტომ რომ უსამართლოდ არის დაკისრებული ეს წერილობითი გაფრთხილებაც და საერთოდ ეს ახალი ეთიკის კოდექსიც და ყველაფერზე ვისაუბრებთ საერთოდ, ყველა სიმართლეზე, ყველა მათ დარღვევაზე და რა თქმა უნდა, პროტესტი უფრო და უფრო გაძლიერდება. დიდი მადლობა. დღეს საღამოს 10 საათზე პირველი არხის ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2 სტუდენტი პასუხს გაცემს გიორგი შაუტაშვილის განცხადებებს, რომელიც რექტორმა ამავე ეთერში გააკეთა. ის იშველიებდა პარაზიტების შემოსევას აი ამ ტერიტორიაზე, ფოიეში, უნივერსიტეტის და ამ მიზნით ის აცხადებდა, რომ არ დაემორჩილნენ სტუდენტები ტერიტორიის დატოვებას აუცილებელი გადაუდებელი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, რის გამოც განვითარდა პროცესები, რომ ადგილზე გამოიძახეს სამჯერ პოლიციამ დაატოვებინეს სტუდენტებს საპროტესტო კერა, რომელსაც 93 დღის განმავლობაში ამაგრებდნენ და 10 სტუდენტს შეუჩერეს სტატუსი. დღეს გადაწყვეტილება არის გაუქმებული, რექტორმა უკან დაიხია, სტუდენტები კი როგორც მოისმინეთ აცხადებენ, რომ რექტორს შეეშინდა და ვნახოთ გაბედავს თუ არა პირისპირ დაჯდომას გიორგი შაუტაშვილი 2 სტუდენტის წინ დღეს საღამოს.